გვაქვს ამის რესურსი, გამოცდილება და შესაძლებლობაც. თუ გავიხსენებთ ჩვენ სულ რამდენიმე წლის წინანდელ რეალობას, დღეს გვაქვს სერიოზული ცვლილება. დღეს აღარ არის ხელისუფლების შიში. ნაპრალი ხელისუფლებასა და ჩვენს მოსახლეობას შორის შემცირებულია. ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ საერთოდ არ იყოს. ჩვენს ხალხთან ერთად ვიდგეთ ყოველდღე და ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში. დღეს აღარ არის პრობლემა ოპოზიციური პარტიების მხრიდან თავისუფლად მოქალაქეებთან შეხვედრა და საუბარი. ეს ძალიან სერიოზული მონაპოვარია. გავიხსენოთ ახალი ამბები, როგორ გადმოიცემოდა 4-5 წლის წინ, თუ როგორი მსგავსება იყო ყველა სატელევიზიო კომპანიის მიერ გადმოცემულ ახალ ამბებს შორის და დღეს როგორ არის. ჩვენ ვეგუებით სიმშვიდით იმ კრიტიკას, რომელიც ისმის, მაგრამ ასევე გვინდა უბრალოდ გულით გსურს, რომ ადამიანებმა ილაპარაკონ ისიც, რასაც ისინი გრძნობენ. მინდა რომ ყველა ჩვენთაგანმა ჩვენს გულში ჩავიხედოთ და შევხედოთ გაგებით იმას, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია ერთ დღეში შეცვალოს მთლიანად რეალობა. ჩვენ მივდივართ ნაბიჯ-ნაბიჯ იქითკენ, რომ ყველა ჩვენმა თანამოქალაქემ იგრძნოს განსხვავება და იგრძნოს კეთილდღეობა საკუთარ თავზე. ამისათვის ჩვენ დღემდე გარკვეული გზა გამოვიარეთ. 4 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა გადადგა სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა ჩვენს ცხოვრებაში. დღემდე ჩვენ გავაკეთეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯანდაცვის კუთხით, სოფლის მეურნეობის კუთხით. დამეთანხმებით, რომ სოფლის მეურნეობას დღეს რომ ყურადღება ეთმობა, ასეთი საქართველოს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. უამრავი პროგრამა არსებობს, უამრავი მცირემიწიანი ფერმერებისთვის, უფრო მსხვილი ფერმერებისთვის, ხეხილის დარგვის, დანერგე მომავალი, სხვადასხვა შეღავათიანი კრედიტები აწარმოეს საქართველოში, რომელიც დამწყებ კომპანიებს აძლევს ძალიან სერიოზულ საშუალებას და რესურსს იმისათვის, რომ საქმიანმა ადამიანმა ახალი საქმე წამოიწყოს. მაგრამ ჩვენ არა ვართ, რა თქმა უნდა, თვითკმაყოფილებაში და ჩვენ ვხედავთ, აშკარად ვხედავთ, რამდენი რამ არის გასაკეთებელი. დღეს ჩვენ გვჭირდება სწრაფი განვითარებისთვის ნაბიჯები. ამისთვის ჩვენ სახელმწიფოს გააჩნია, ჩვენს მთავრობას გააჩნია კაფიო ხედვა და გეგმა. ნაბიჯ-ნაბიჯ ყოველდღიურად რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ 4 წლის თავზე შეუქცევადი განვითარების სიჩქარე აკრიფოს. იმისათვის, რომ დავქოქოთ ჩვენი ქვეყანა, მართლა ავაგუგუნოთ და იყოს ჩვენს ქვეყანაში ის დინამიკა, რომელსაც ყველა ჩვენთაგანი, ყველა ოჯახი იგრძნობს საკუთარ თავზე უკვე გაზრდილი კეთილდღეობის სახით. ამისთვის კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ გაგვაჩნია ადამიანური რესურსი, ხედვა, გამოცდილება, განათლება, ყველაფერი იმისათვის, რომ ეს ცვლილება მოვიტანოთ ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს კაფიო ხედვა, რა უნდა გავაკეთოთ განათლების სისტემის მიმართულებით, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ყოველწლიურად ჩვენი განათლების სისტემა არ აწარმოებდეს მომავალში უმუშევარ ადამიანებს, რომ ჩვენ არ ვიყოთ ილუზიებში, რომ ჩვენი შვილები დაამთავრებენ უმაღლეს სასწავლებლებს და ისინი დასაქმდებიან, არ უნდა მოვიტყუო თავი. ეს ასე ვერ იქნება არსებული განათლების სისტემის პირობებში. სანამ ჩვენ არ შევცვლით დაფინანსების სისტემას და არ დავაფინანსებთ იმ სპეციალობებს, რომლებიც უფრო მეტად არის საჭირო ჩვენს ქვეყანაში. სანამ ჩვენ არ შევცვლით ჩვენი პროფესიული განათლების სისტემას, სანამ ჩვენ მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეფორმებს არ გავატარებთ შემდგომი კიდევ უფრო ლიბერალიზაციის კუთხით და ამისთვის ჩვენ უკვე გადავდგით გარკვეული ნაბიჯები. ჩვენ ყველამ ერთად ქვეყანა უნდა გავაფერადოთ. უნდა მორჩეს შავ-თეთრი ფერები ჩვენს ქვეყანაში და უნდა გავაფერადოთ. უნდა მომავლის იმედი მივცეთ ჩვენს ბავშვებს, აი ამ ბავშვებს, რომლებიც აქ დგანან. ამისთვის ჩვენ გვაქვს სრული თავდაჯერება. ჩვენ გვგზნობთ საკუთარ თავში ძალას, რესურსს, რომ ჩვენ გავხდეთ მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ყველა ადამიანს, რომელსაც ქვეყანაში განვითარება სურს, უკეთესი ხვალინდელი დღე სურს, გააერთიანებს ჩვენთან ერთად და არა დაყოფს საზოგადოებას. არ დაჭამს ერთმანეთს, როგორც ეს დღეს ხდება ყოველდღიურად, არამედ გააერთიანებს. ჩვენ ქართველიერი პატარა ერი ვართ. ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი, რომ დავიყოთ 2, 3, 4, 10 ჯგუფად. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ჩვენი სამშობლოსთვის და ჩვენი უკეთესი დღისათვის, უკეთესი ხვალინდელი დღისათვის. ეს არის
ჩვენი პარტიის ქართული ოცნების მთავარი მიზანი, რომ ერი გავაერთიანოთ. ეს არის უმთავრესი, რისთვისაც ჩვენ ვართ დღეს და რისთვისაც ჩვენ დღეს აი აქ ვდგავართ ჩვენს ხალხთან ერთად. გვახსოვს რამოდენიმე დღის წინ ქუთაისში იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც იქნა წარმოდგენილი იმერეთის მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატები. კიდევ ერთხელ მინდა თითოეულ თქვენთაგანს მადლობა მოვახსენო, რადგან მე ვიცი, რომ ბევრი თერჯოლელი იყო წარმოდგენილი ამ ღონისძიებაზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის გზა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად 2012 წელს პარტია ქართულ ოცნებასთან ერთად ავირჩიეთ, აუცილებლად გავაგრძელებთ წარმატებით. და ეს წარმატება იქნება წელს 8 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვება, ღირსეული და მნიშვნელოვანი გამარჯვება. ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა გავახორციელებთ ამ 4 წლის განმავლობაში. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი იქნა განხორციელებული, თუმცა დამეთანხმებით ყველაფერ ამის მიუხედავად ბევრი პრობლემები აქვს ქვეყანაში. ძალიან უჭირს ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს, თუმცა ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, იმის შესაძლებლობა, რომ თქვენთან ერთად ყველა ეს პრობლემა იქნეს წლების განმავლობაში მოგვარებული. ჩვენ გვახსოვს ყველას, რომ სულ რამოდენიმე წლის წინ უფულობის, უსახსრობის გამო ადამიანები საოპერაციო მაგიდებზე იღუპებოდნენ. დღეს კი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ჯანდაცვის პროგრამებით. თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე არის დაზღვეული. მილიონობით ადამიანი სარგებლობს სხვადასხვა ძვირადღირებული გადაუდებელი ოპერაციებით და ეს რა თქმა უნდა მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ხშირად გვაკრიტიკებენ, რომ ჩვენი ბიუჯეტი არის სოციალური მიმართულებით განსაკუთრებულად მიმართული. ეს ძალიან კარგად გვესმის, რადგან როდესაც ჩვენ ბიუჯეტზე მუშაობდით, გამოვედით ზუსტად იმ რეალური სიტუაციიდან და რეალური მდგომარეობიდან, რომელიც ჩვენ და სამწუხაროდ დღეს ქვეყანაშია. და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება, სწორი მიმართულება, რადგან თუ პირველი წლების განმავლობაში ქვეყანა სახელმწიფო არ დაეხმარა ქვეყნის მოსახლეობას, წარმოუდგენელი იქნება იმ სირთულეებიდან ამოსვლა, სადაც ქვეყანა იმყოფება. ჩვენი მთავარი მონაპოვარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოში დღეს თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე არის თავისუფალი. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი სვლა, სწრაფი განვითარება, სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რომ თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა და მე დარწმუნებული ვარ 8 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვებით, პარტია ქართული ოცნების გამარჯვებით, თითოეული მოქალაქე, თითოეული საქართველოს მაცხოვრებელი იგრძნობს იმ კეთილდღეობას, რასაც თითოეული ჩვენთაგანი შენადრის. მე ძალიან მეამაყებით, მე დარწმუნებული ვარ, რომ თერჯოლა აი ეს კუთხე იტყვის თავის სიტყვას იმ გამარჯვებაში, რასაც მარტო ქართული ოცნების გამარჯვება არ იქნება. ეს იქნება მთელი საქართველოს გამარჯვება. ეს იქნება წინსვლა, ეს იქნება კეთილდღეობა, ეს იქნება სწრაფი განვითარება. მე დარწმუნებული ვარ, სხვანაირად მე ამ გუნდის წევრი ვერ ვიქნებოდი, ბევრი თქვენგანი ამაში დამეთანხმება. მე მინდა მადლობა მოგიხადოთ, რომ ესეთი ნათელი სახეები გაქვთ. მე მინდა მადლობა მოგიხადოთ, რომ ესეთი კარგები ხართ და საქართველოში მე ვფიქრობ, უნდა დამთავრდეს დრო, როდესაც თანამდებობის პირები თუ პარლამენტარები რაღაცნაირად ფიქრობდნენ, რომ ზემოდან უნდა ეყურებინათ ვიღაცისათვის. ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ უნდა ვემსახუროთ ხალხს. ჩვენ გვქირავობს ხალხი, ჩვენ ვემსახურებით ხალხს და ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც გუნდად შევიკარით, იმიტომ მე ახალი წევრი ვარ ამ გუნდისა, რომ მოემსახურონ ხალხს. სწორედ ეს არის მთავარი პრინციპი. სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა საბოლოო ჯამში, ეს იქნება შედეგი ამ გუნდურობის, ამ მუშაობის, რასაც პრემიერ კვირიკაშვილთან, ბატონ გიორგისთან ერთად ჩვენ ერთად აუცილებლად შევძლებთ და საბოლოოდ ეს იქნება ის მიზანი, რომელი მიზნის თანახმადაც ჩვენ შევძლებთ თითოეულ ოჯახში შევიდეთ და მათ მოუტანოთ კეთილდღეობა. არასოდეს ქართულმა კაცმა აღარ უნდა ინერვიულოს, რომ გამოვა სახლიდან და სახლში მისულს რაღაც პრობლემები დახვდება. პრობლემები აღარ უნდა გქონდეს, ჩვენ ამისაკენ უნდა ვიაროთ. უღრმესი მადლობა წინ განვითარებისაკენ, წინ სწრაფი განვითარებისაკენ და წინ კეთილდღეობისაკენ. დიდი მადლობა ჩემო თერჯოლებებო. მე თერჯოლაში დავიბადე, აქ გავიზარდე. ამდენი თერჯოლელი მართალია ერთად არ მინახავს, მაგრამ სიყვარულით მაქვს გულის სავსე, როცა თქვენ გხედავთ. როცა ჩვენ ყველა ერთად უსმენთ ბატონ გიორგის რად მწამს, რომ საქართველოს ჩქარი ნაბიჯებით წავა ნათელი მომავლისაკენ. მე მინდა თქვენთან ერთად დავდოთ პირობა, რომ ამ წინსვლაში ჩვენ ერთ-ერთი პირველთაგანი ვიქნებით. მე მაქვს ამის რესურსი, გამოცდილება და შესაძლებლობაც. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩქარი ნაბიჯებით ავყვეთ განვითარების ტემპს. თქვენთან ერთად რა თქმა უნდა.